ჩვენთან არის ღმერთი. სობის დღესასწაული. ანუ სხვაგვარად დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა და ღვთისმშობლისა იესო ქრისტესი. ეს დღე 12 დღესასწაულთა შორის საუფლოს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ, ალბათ ყველაზე გაუგებარი დღესასწაულია და შოკის მომგვრელი ხალხისათვის. იმ დროის ხალხისათვის. იმ დროის ხალხის იმიტომ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენთვის გარკვეულია ის, რასაც ქადაგებდა მაცხოვარი. მაგრამ იმ ხალხისთვის ეს გაუგებარია ყველაფერი, რასაც მაცხოვარი აკეთებს. შოკის მომგვრელი. რატოა ასე? ხალხი იკრიბება მაცხოვართან იმიტომ, რომ სასწაული ნახეს. მაცხოვარი კი არ აინტერესებთ ამათ. ამათ აინტერესებთ ის, რაც შეუძლია მან გააკეთოს მათთვის. და რა გააკეთა, რა სასწაულზეა საუბარი. ლაზარი აღადგინა 4 დღის მკვდარი. სუნი აზდიოდა მიცვალებულს, გუშინ იყო წირვა, ჩვენ წირეთ და ამაზე ვისაუბრეთ სწორედ. მკვდარი აღადგინა, მოწაფეები ყავს, ხალხი მიყვება, პურებს ამრავლებს, წყალზე დადის, აპურებს და ასე შემდეგ. და სხვა რა გვინდა ჩვენ დღეს ადამიანებს? მხოლოდ ეს. პური და სანახაობა ყოველთვის ესე იქნება კაცობრიობაში. და ეს ხალხიც ხვდება ამიტომ. მოჭრიან რტოებს, უფენენ გზაზე ამ რტოებს, ყვავილებს შესამოსელს და ფიქრობენ, აი დადგა ჟამი ჩვენი ხსნისა ოსანა მაღალთაშინა კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. გაუმარჯოს მეფეს. დადგა ჩვენი ხსნა. რომელი ხსნა დადგა? დადგა ის ხსნა, რომელსაც მთელი ძველი აღთქმის ხალხი ელოდებოდა და ჩვენც ველოდებით, ამბობენ ადამიანები იმ პერიოდისა. მაგრამ ერთი შეეშალა მას, არაუშავს ფიქრობენ. რა შეეშალა? ვირის კიცვზე აბხედრებული შედის. არადა მეფე უნდა შევიდეს იერუსალიმში ტრიუმფით. ესე ბრუნდებოდა ყველა ხალხი, როდესაც გაიმარჯვებდა რომელიღაც ქალაქზე, სახელმწიფოზე, ამხედრებული ეტლზე, ან ყოველ შემთხვევაში ცხენზე, ბუცეფალზე, როგორც ცნობილი სახელი აქვს მხედართ მთავრისა. ასეთი ცხენით. მაგრამ ასეთი ცხენით არ შედის. მაგრამ შეიძლება შეეშალა ახლა ვერ გაარჩია ეს ცხოველები ერთი მეორისაგან. რაც ნახა, იმაზე დაჯდა, თავარია ხო შემოდის იერუსალიმში. ალბათ ესეთი თავმდაბალია უაღრესად და არ უნდოდა ეს ეტლები, არ უნდოდა ეს ცხენები, ვირი ამჯობინა. და არა ვირი, არამედ კიცვი. ეგ ვაპატიოთ, ამბობენ ალბათ ერთმანეთში. ვერ გაარჩია, ძალიან თავდაბალია ესეთი და არაუშავს. თავარია შემოდის მკვდრების აღმადგინებელი. ის კაცი შემოდის იერუსალიმში, ფიქრობენ ადამიანები, რომ ჩვენი ხალხი, ეს ებრაელი ხალხი, რჩეული ხალხი, ჩვენ ხო ძალიან ძლიერები ვართ. ყველა ეროვნება ასიან ლაპარაკობს, მარტო ებრაელები არა. ჩვენ კი იმათზე თითებს ვიშვერთ, მაგრამ ყველანი მაგ დღეში ვარ ჩვენ.
ჩვენა ვართ და ჩვენი ნაბადი. მაგრამ ებრაელებზე ამ შემთხვევაში ყურადღება. აი შემოვიდა რომელიც გაერთიანებს ქვეყანას და იმ მამაპაპისეულ რჯულს, რომელიც შელახულია რომაელების მიერ, წარმართები გვიკარნახებენ აქ ებრაელებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიხადოთ გადასახადები, იმას კი მიაღწიეს ებრაელებმა, როცა ტაძრის სოლომონის ტაძარში შედიოდა კაცი, მაშინ სვლიდა ფულს. გამოსახულება არ შეიძლებოდა ებრაელებისთვის, არადა კეისრის გამოსახულება იყო მონეტაზე, დინარზე. ასე რომ ამას სვლიდნენ, იმიტომ რომ გამოსახულებით ვერ შეხვიდოდი ტაძრის ეზოში. კეფთაყვანის მცემლობა ითვლებოდა ეს. სვლიდნენ, ამიტომ გამოყარა მაცხოვარმა ტაძრიდან გახსოვთ, ფულის გადამცვლელებიო, რა უნდა იქ ჯიხურებს. იმიტომ სვლიდნენ, რომ გამოსახულების გარეშე აძლევდნენ თანხას და უფრო მეც იგებდნენ გამოსახულებიან ფულზე და ასე შემდეგ. მაგრამ ესენი კარნახობენ ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ. და ჩვენ არ გვჭირდება. ეს რომაელები უნდა მოვიშოროთ, ოკუპანტები არიან ესენი. აი მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს მოვიშორებთ, კეისრის მეფობას დავთრგუნავთ, მაშინ გაერთიანებული ქვეყანა ჩვენი მამაპაპისეულ რჯულს აღადგენს. და სხვა რა გვინდა ჩვენ? ხსნა არის ეს. გვეშველა ამბობენ ებრაელები, ამიტომაც ეგებებიან. ოღონ ერთია, როგორც მოგახსენეთ, ცხენით არ შედის. უცნაურია რაღაცა. და იმედები გაუცრუა რამოდენიმე დღეში. თუ კი შენ მესია ხარ, თუ კი შენ ხსნელი ხარ, გვიშველე რამე. და პირიქით, თავის თავს ვერ შველის. რამოდენიმე დღეში რომაელები მღვდელმთავრებთან ერთად გამოიტანენ განაჩენს, რომ ჯვარზე უნდა გავაკრათ. და ეს ხალხი ვერ იგებს, როგორ კაცო ეს მესია, ესენი ვინ არია მასთან შედარებით, ეს მღვდელმთავრები, რომაელები, ჯარისკაცები, ლეგიონერები, რომის კეისარი, ეს სულ სათამაშო ხალხია მისთვის. და ამ დროს ვერ შველის საკუთარ თავს, ჯვრიდანაც კი ვერ ჩამოდის. ამიტომ ეს კაცი ჩვენ არ გვჭირდება. ჯვარსაცვი ეგე. რამოდენიმე დღეში დაიწყებენ ეს ვითომ გახარებულები დამფენავი იმ დიდებულებისა გზაზე მაცხოვრის სიკვდილის გამოთხოვნას. და ასეც აღსრულდება. ამიტომ არის შოკის მომგვრელი დღესასწაული. დღე ვერ გაამართლა მისმა პროექტმა, ხალხის პროექტმა ვერ გაამართლა. ესე იგი, თუ ეს არ არის და ჯვარზე გააკრეს, მაშინ უნდა მოველოდეთ სხვას, ვინც გაგვამეფებს ჩვენ. ეს ხო ყველა ადამიანის სინამდვილეში ნატრაა. ჩვენი ნატრა არ არის ესა? როგორ არ არის? იმიტომ რომ ძველი კაცი ცხოვრობს ჩვენში. ქრისტიანობა ეს არ არის. ამასთან დაკავშირებით ალბათ ჯეროვანია რომ გავიხსენოთ მეორე ადგილის სახარებიდან, რომელიც დიდ კავშირშია დღევანდელ დღესთან, მაგრამ დღევანდელ დღეს ნათქვამი არ არის მაცხოვრის მიერ. სულ სხვა დღეს არის ნათქვამი. კერძოდ შეგახსენებთ. ეს არის ადგილი მათეს სახარებიდან 23 თავი. მათეს სახარებაში მრავალი თავი 23 თავი არის, სადაც მთელი თავი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე დათმობილია მხილებას მწიგნობრებისადმი და ფარისევლებისადმი. შეგახსენებთ ერთ გამონათქვამს ამ თავიდან. ჰოი ფარისეველნო და მწიგნობარნო,
მსგავსნი ხართ საფლავთა განგოზილთა გარედან ჩანეთ მშვენიერ შინაგან ხართ კაცის ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით სავსე. და მსგავსი სიტყვები მამხილებლობითი მთელი თავი არის ამასთან დაკავშირებული. აი ბოლოს, ამ თავის ბოლოს არის სიტყვები. იერუსალემ, რომელმან მოსწვიდენ წინასწარმეტყველნი და ქვაი დაჰკრიბე მოვლინებულთა შენთა რაოდენ გზის მინდოდა შეკრება შვილთა შენთა ვითარცა ფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა მისთა და არაინებეთ. გრძელდება დაჰა დაგიტევებიეს სახლი თქვენი ოხრად. ოხრად, აი სიტყვა მნიშვნელოვანი. სხვა თარგმანებში არის ცარიელი. სიტყვა ცარიელად. ესე იგი, დამიტევებიეს სახლი თქვენი ცარიელად, სიცარიელით. სავსე სიცარიელით. როგორი უცნაურიც და პარადოქსული გამონათქვამიც არ უნდა იყოს. სავსე სიცარიელით. თუ ცარიელია რაღაც სავსეა. მაგრამ სავსეა სიცარიელით. და ეს მნიშვნელოვანი ტერმინია აქ. ესე ხო არ მიიღეს არც წინასწარმეტყველნი, არც მოვლინებულნი ღვთისგან. მაცხოვარიც არ მიიღეს, არ აჭირდებათ ასეთი მესია. და თუ არ მიიღეთ და არ მიგვიღეთ, მაცხოვარი ამბობს. თქვენი სახლი დარჩება სიცარიელით. რატო სიცარიელით? რას ნიშნავს სიცარიელე? აი მაგალითი, უბრალოდ მხატვრული ესეთი მაგალითი, რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი. გაგიგიათ ალბათ, რაც სარიელი კაცი არისო. როგორ შეუძლებელია ამ კაცთან საუბარი, სარიელი პიროვნება არისო. გაგიგონიათ. ვინ არის ცარიელი ადამიანი? ცარიელი ადამიანი ის არის, რომელიც მთავარზე არ ფიქრობს. აი ეს ცარიელი ადამიანი. იმაზე, რაზედაც ებრაელები ფიქრობენ და რისთვისაც მიაგებენ ასე დიდება, სიცარიელია? ადამიანები რა სიცარიელია? ეს არის მთელი ცხოვრების შინაარსი, კაცო. როგორ არის ეს სიცარიელე? პატრიოტები არიან. რას ქვია სიცარიელე? თავისი ქვეყნის გაბრწყინება უნდათ. მოსპობა იმ კეისრის ბატონობისა. მესიასელოდ რა არის ეს სიცარიელე? მაცხოვარი ამბობს. სიცარიელე. იერუსალიმი არის სიცარიელე. ყველაზე მნიშვნელოვანზე ფიქრობენ და სიცარიელეს უწოდებს. დამიტევებიეს სახლი თქვენი სიცარიელით. ესე იგი, რა გამოდის? რომ ის ფიქრები, რაც იმათ ჰქონდათ და ხშირად რაც ჩვენს გვაქვს, თუ მთავართან არ არის, ძველ ქართულში ესეთი სიტყვებია, თანაშეუღლებული, თანაარსი თუ არ არის პირველთან, უმთავრესთან, ყველაფერი არის სიცარიელე. და უმთავრესი რა არის? კიდევ ერთი მაგალითი, რომ თავარი გამოვკეთოთ. თავარი რა არის? რა არის მეორე ხარისხოვანი? მნიშვნელოვანი, მაგრამ თავარი რო არ არის. მაგრამ რა არის უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში? და როდის არის ცარიელი კაცი? აი მაგალითად, ადამიანი იღუპება მდინარეში და იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს, რამე ხავს მოვეჭიდო, რამე ტოტი იყოს გამოშვერილი, რაღაცა დედა ვინახო ჩამოვეკიდო,
თუ არ ვიღუპები აშკარად. იმის დაცვლად კაცმა რომ დაიწყოს ფიქრი რაზე. რა ლამაზი მზი არის. ან მთვარე თუ ღამეა. ვასწავლები როგორი მოჭედილია, რა კარგია. ბუნება რა ლამაზია, ნახეთ, ყვავილები იზრდება. ჩვენ გავგეცინება და ვიტყვით, შვილო, არანორმალური ხარ შენ. იმიტომ ხარ არანორმალური, რომ ჯერ თავს უშველე კაცო. და მერე განიხილე იმას, ის რაც შენ ინტერესში შედის. ჯერ თავს უშველე, დაიღუპები რამოდენიმე წამში. და ეს ფიქრობს სულ სხვა რაღაცეებზე. მნიშვნელოვანი არ არის, რაც ამ კაცის თავში არის, როგორი ლამაზია, როგორ არის მნიშვნელოვანი. როგორ არის მოწყობილი, აბა ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს. ფიქრობს ეს იღუპება და ღმერთი მოდი აბა არსებობს თუ არ, ამაზე ვიმსჯელებ ახლა მე. არანორმალურია. ან მეორე მაგალითი. გემზე არიან ადამიანები, იძირება, ტიტანიკი იძირება. და ეს ადამიანები იმის ნაცვლად, რომ რაღაცა შეკრან, რაღაცა თავს უშველონ, რაღაცა გააკეთონ, რომ გადავრჩეთ. იმის ნაცვლად იწყებენ ერთმანეთის ოთახების დაყაჩაღებას. პატრონი ხო გაიქცა თავისი ოთახიდან, რომელიც ჰქონდა. ეხლა მე შევალ და გამოვიტან მის ოქროს ფულს, იმიტომ ტიტანიკია, მდიდარი ხალხი შეიკრიბა იქ. და ნორმალური კაცი იტყვის, წადიშვილო იმკურნალე შენ. რატო? იმიტომ რომ სამ უნდა წაიღო ეს. გემი იძირება. სად უნდა წაიღო ეს ყველაფერი შენ? და ვიღაცა იტყვის, როგორი ჭკვიანია. აი ყოჩახ, გამდიდრდება ეს. ესენი მშიშრები არიან, გაიქცდნენ. და ეს იხვეჭს, ხო არ იპარავს. დატოვეს და ამისია. აი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ებრაელები. მთავარი და ჩვენს, მარტო ისინი გია, ჩვენს მაგ დღეში ვართ. ადამიანი იმის ნაცვლად, რომ გადაწყვიტოს მთავარი საკითხი თავისი ცხოვრებისა, მთავარი საკითხი რა არის? უმთავრესი საკითხი რა არის? რაც მაცხოვარმა მოიტანა თავისი მისიით, მოიტანა ის, რომ სიკვდილი აღარ უნდა იყოს. მე უნდა გარდავიცვალო, თუ უნდა მოვკვდე. ეს თუ არ გადამიწყვიტავს მე, რა აზრი აქვს შე, რამდენი რა გექნება? გემი იძირება, კაცო. დათვლილია შენი დღეები. წლები ყველაფერი, რაწამ შენ დაიბადე, იქიდან მოყოლებული გემი იძირება შენი. ან მეორე რო თქვით, მიდის მდინარე, იხრჩობი კაცი. რა დროს სხვა არის? რა ამისთვის შეიძლება მოიცალო? მაგრამ სალიათ. ამიტომაც მთელი ცხოვრება არის თავდაყირა ჩვენი. თავდაყირა ცხოვრება. თავდაყირა ცხოვრებას ეწოდება ვნებებით ცხოვრება. მეტი წავართვა, არამყოფნის, ჩავიცვა, დავიხურო, ავაშენო, ვიყიდო, გავყიდო, დაუსრულებელი. ცუდი არ არის ის. ჩვენ ამ ყოფაში ვცხოვრობთ. მაგრამ აზრი იმიტომ არ აქვს, რომ დათვლილია შენი დღეები, შენ იმ გემზე იმყოფები, ყველა ადამიანი, მილიარდობით ვინც ვართ. და მაცხოვარმა ეს უთხრა, ხალხო, მე მოვედი რომ თავარი გითხრათ და არა მხოლოდ გითხრათ. მე ჩემი სიკვდილით თქვენ უკვდავება უნდა მოგცეთ. უკვე განწირულები უნდა იყოთ უკვდავებისათვის.
ჩვენ არ გვჭირდება ეს. ვისა ჭირდება უკვდავება? რა უკვდავება? ვინა თქვა უკვდავება? სად არის უკვდავება? ეს რა თუნდა კაცს? კაცს მიეცის სანახაობა. კეისარი მოაშორე. რა უკვდავება? ვინ ფიქრობს ჩვენში უკვდავებაზე? ვისა ჭირდება ეს? მთავარი იდეა ქრისტიანობისა, რომლის გარეშე არ ფასობს არაფერი ამ ქვეყანაზე და არც ეკლესია თუ ამას არ მივდევთ ჩვენი გონებითა და სულიერებით. ჩემი მოღვაწეობა ემსახურება უკვდავებას. ეს უნდა გადავწყვიტო. ჯერ თავს უნდა უშველო. ამ წუთის სოფელში უკვე უნდა გარდავიცვალო, რომ არ მოვკვდე. და ასე არ ესმის ადამიანს. ვის ესმის ახლა ეს, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ? საზოგადოებას ჭირდება? არა ჭირდება, რა ჭირდება? ბჟუტურობს ეს მღვდელი სისულელეებს. მე აქ მოვედი ბზისთვის და რა უკვდავება? რისთვის ჭირდება იქ ყველაფერი მე? მე ნაკურთხი წყლები მაინტერესებს და ბზები და კვერცხები საავდგომო თორე და ჩენი რა თმინდა? არც მესმის და არც მინდა ეს ყველაფერი. ამიტომაც არის შოკის მომგვრელი დღესასწაული დღევანდელი დღე. ვერაფერი ვერ გაიგო იმ ხალხმა, რის გამოც მოვიდა მაცხოვარი. და კი არ შეეშალათ, მერე კი ფიქრობდნენ ალბათ, შეგვეშალაო კიცვზე ამხედრებული შედისო და ცხენზე ველოდებოდითო, კი არ შეგვეშალა. ეს არავინ არ ყოფილა, ცრუ ყოფილა, მატყუარა და შარლატანი ყოფილა და არ შეგვშლია. და თვითონაც არ შეეშალა, სპეციალურად შემოვიდა, რომ შარლატანი იყო. არავინ ცხენი არ ათხოვა. მერე მიხვდნენ და ჯვარსაცვი, არ გვჭირდება ეს კაცი ჩვენ ახლა. სხვას მოველოდებით. რა უკვდავება? რა ქრისტეს აღდგომა? ვის უნდა ეს? აი ამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ვიმყოფებით ჩვენ დღესაც. მთელი ჩვენი რელიგიურობა არის იმაზე. აბა გაგვათავისუფლე, აბა კუჭი მაპატიეთ მაძღარი, აბა სანახაობა და ჯანმრთელობა უნდა მომცე. დანარჩენი მე არც მესმის და არც მინდა შენგან. აი ესე ძველი კაცი ცხოვრობს ქრისტიანებში დღესაც, მსგავსად იმ ებრაელებისა. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფრისაგან. იმიტომ რომ ქრისტე არ მოსულა გასართობად აქ. სერიოზული საქმისათვის მოვიდა. თავარი უნდა ეთქვა და გაეკეთებინა. უკვდავება. თუ უკვდავი არ ახარ, რა მნიშვნელობა აქვს შენ აქ რა გექნება? აი რა მნიშვნელობა აქვს? ვის რა წაუღია? და თან როდის წახვალ ესეც რო არიცი. აი ეს უთხრა, რაც მიუღებელი იყო როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის. ამაზე უნდა ვიფიქროთ, ყველაზე მნიშვნელოვანზე, რომ გემში ვართ ყველანი და გართობანას დრო არ არის. კაცი იტყვის, მაგალითად, მე ვარ მათემატიკოსი. რა თქმა უკვდავება კაცო? მე ვარ ფიზიკოსი. რა თქმა უკვდავება? მე ვარ ასტრონომი. და ეს გაყვება შენ იქა? კარგი ექიმობა გაყვება იქ? შენ თუ მთავარი არ გადაწყვიტე, რომ შენ უნდა წახვიდე და იმასთან ერთად, მთავართან ერთად მე ჩემი საქმე ვაკეთო, როდესაც ფასი ენიჭება მას.
მაშინ კი, მაშინ პატრიოტიზმიც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მეცნიერიც. მნიშვნელოვანია ექიმიც. ყველა პროფესია მაშინ არის მნიშვნელოვანი. ცალ-ცალკე აღებული არის გართობა. მიდის მდინარე, ეს ერთობა, ღმერთი არსებობს, არ არსებობს, ყვავილი როგორია, ცა როგორ არის მოწყობილი და დაიხრჩო. და იტყვიან, სულელი ყოფილა და ყველა ასე დღეში ვართ. მაგრამ ის აშკარა სულელია და შენ თავს რო უყურებ, რატო გონია ძალიან ბრძენი თუ შენ თანაშეუღლებული გონება არ გაქვს უკვდავებასთან. რატო გგონია რომ ბრძენი ხარ? რატო არ აფიქრობ, რატომ ხარ აქ? რო ხარ კი წინა საუბარში ამას შევეხეთ. ბრძენი კაცი, ჩემი ნათქვამი არ არის, არისტოტელემ თქვა. ბრძენი კაცი როგორ არის მოწყობილი სამყარო, მხოლოდ აქ არ ჩერდება. ეს სიბრძნე არ არის სულაც. ბრძენი კაცი იმას აქცევს ყურადღებას, რატომ ვარ? რისთვის ვარ? და მოძებნოს უნდა გამოსავალი. მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობს. უმეტესობა კაცობრიობისა. აი რატომ ვარ? ეს გადაწყვიტა მაცხოვარმა. იმიტომ მეცნიერებას ამის გადაწყვეტის საშუალება არ აქვს. არ შეუძლია და მაგიტო. არა, ფსევდოფასეულობებს ჩამოგითვლის კი? წარმავალი რაც არის. ეს ფასეულობა როგორ შეიძლება იყოს? ასე რომ ღმერთმა ინებოს, რომ ყოველთვის ვიყოთ მძიმე ადამიანები. მძიმე ხასიათით კი არა. მძიმე ფიქრით. იმიტომ რომ სიმძიმის გარეშე ქრისტიანობა არ არის. ჩიტირეკია თუ ხარ, გართობანას მოყვარული, რითი გაერთობი ამას მნიშვნელობა არ აქვს. და მაცხოვრის დანატოვარსაც ვერაფერს ვერ გაიგებ. როგორც ვერ გაიგეს იმ ადამიანებმა, ვისთვისაც გაუგებარი იყო და დღესაც რჩება ებრაელთათვის ეს დღე, რატო შეხვდნენ მათი წინაპრები ამ მესიას, სრულ მესიას. ჩვენთვისაც რომ ასე არ იყოს. მთავარს, ყველაფერში მთავარს. ადამიანში მთავარს უნდა მივაქციოთ ყურადღება. რელიგიაში მთავარს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეცნიერებაში მთავარს უნდა მივაქციოთ ყურადღება. და არა ზედაპირული. ზედაპირული არაფრის მომტანი არ არის ადამიანისათვის. ზედაპირული ხალხი ერთობა ვნებებით. და თქვენ გონიათ რომ ბედნიერები არიან? არაფერი ბედნიერები არ. იტანჯებიან ვნებიდან ვნებამდე სანამ გადავა. მთელი თაიგულია ვნებებისა და ეს არის მათი ცხოვრება. ნუ მაცხოვარი არ ჭირდებათ ამათ. ვერ გაიგეს და არც უნდათ. დაგლოცოთ ღმერთმა და მხოლოდ ბზების ქრისტიანობა არ კონდეს ღმერთმა ინებოს. და კვერცხების ქრისტიანობა არ კონდეს ღმერთმა ინებოს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შემადგენელია მთავრისა. თუ თავდაყირაა, მაშინ არაფერი არც ამას არ აქვს მნიშვნელობა. გაიხარეთ.